I mean, Georgia has a special place in Moroccan's heart in open governments because it was in the Georgian summit in Tbilisi in 2018 where Morocco joined OGP. Nana, you have the floor. Საამშვიდობის მოგესალმებით ყველას. Მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და დაგიდასტუროთ მათგიერება ასეთ ურთიერთმოსახლ თანამშრომლობისათვის და გავნიშნო ისიც, რომ დღეს ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არსებობს არა მარტო ცალკეული ქვეყნების მიხედვით, არამედ გლობალურადაც. ამიტომ ძალიან დიდად ვაფასებს გავს ვებინარში მონაწილეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის მონაწილეობა. რაც შეეხება ჩვენი მუნიციპალიტეტს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია რომ მონაწილეობ ამ დღევანდელ შეხვედრაში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გამოვხატავთ მათგიერებას ამ ურთიერთმოსახლ თანამშრომლობის ახალისებისათვის, თანამშრომლობის, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ თალკეულად არ აქვეყნებთ გვაწვდებს, არამედ გლობალურადაც. Ამდენად მე შევეცდები, რომ დღეს გაგიზიაროთ ღიამართლობა პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, რა წარმატებები ჰქონდა და რა გამოწვევები, რომელთა დაზიანებას თქვენთან ერთად და ერთობლივი ძალისხმევით ველოდებით. მე წარმოვადგენ მუნიციპალიტეტს, რომელიც ახლახან შეუერთდა ღიამართლობა პარტნიორობის ადგილობრივ პროგრამას OGP ლოკალს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება და ვამაყობთ ამით და ვგერავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ღიამართლობის დეკლარირებული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით ნამდვილად შევძლებთ პოზიტიური ცვლილებები გამოვიწიოთ ჩვენ საზოგადოებაში. მოკლედ გეტყვით ჩვენს მუნიციპალიტეტის შესახებ, ეს გახავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი თვითმმართველობა ვართ, რომელიც 2016 წელს შეუერთდით OGP-ს პროცესი, ეროვნულ პროცესს და ავიღეთ ვალდებულება ღია მმართველობის ადგილობრივ დონეზე გამტკიცების შესახებ. ამ აღებულ ვალდებულებას მოყვა წარმატებები, მას შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ 2 ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მონაწილეობდა, ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა ჰქონდა და ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ თავი გავართვით და დღეს სრულიად დამსახურებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია მმართველობა პარტნიორობა ეს ის თემა, რომელიც ძალიან ერთნაირად აინტერესებს ადგილობრივ თვითმმართველობებს. აქ განსაკუთრებით უნდა აღნიშნო ის მიდგომები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი მუშაობის დროს. ეს არის პირველ რიგში თანამონაწილეობა, თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორებთან და განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორთან. უნდა ვთქვა, რომ ჩემს რეგიონში ძალიან განვითარებული და აქტიური არასამთავრობო სექტორია და ჩვენი პარტნიორები სწორედ ისინი არიან და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აღნიშნავ NDI-საც, რომელიც ძალიან გახმარება სწორედ ამ პროცესის განხორციელებაში. ზოგადად ჩვენი ერთობლივი მიზანია პოლიტიკის დაგეგმისა და განხორციელების პროცესში OGP-ის პრინციპების რეალიზაცია და სწორედ ამის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რეიტინგის ეს პიროვნება არ დავთმოთ ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ბევრი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ თვალსაზრისით, რადი შედეგების მისაღწევად. და ამისთვის ვიყენებთ ინოვაციურ მიდგომებს, საინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება და დანერგვა ხდება ადგილობრივ დონეზე და ვცდილობთ გამჭირვალობას, კორუფციასთან გამკლავებაში გამოვიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები, ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტები და სწორედ ამან გააჩინა განსაკუთრებული მოლოდინები. ეს გარკვეულწილად უკავშირდება OGP ლოკალში გაწევრიანებასაც. ეს ადგილობრივი პროგრამაში გაწევრიანება ნამდვილად მოიცავს საჯარო პოლიტიკის ფართო არეალს და ჩვენ დაგვეხმარება ამ პროცესის ინსტიტუციონალიზაციაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამის შედეგად შედეგები გაცილებით უფრო მდგრადი იქნება. მოდით ახლა დავუბრუნდეთ უფრო კონკრეტულ მაგალითებს, რომელსაც ვთქვით, რომ გასათვალისწინებელი მაგალითების ძალაც აქვს და გაგიზიარებთ ამ პრაქტიკებს, რომელიც რეალურად დაიბედება ადგილობრივ დონეზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წევრებს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ინოვაციური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად და სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ის ღირებული გაგიზიაროთ, თუ როგორ მივახციოთ პოზიტიურ შედეგებს
ძალიან დიდი რესურსებით, მაგრამ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების სათანადო გულმოდგინებით და ერთობლივი ძალისხმევით. კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო მოქალაქეთა მონაწილეობა და გამჭვირვალობა. ეს მოახდინა პირდაპირ სხდომების, ანუ საკრებულო სხდომების პირდაპირ ტრანსლირებით. ჩვენ პირდაპირ ტრანსლირებით გადავწევთ არა მარტო საკრებულო სხდომებს, არამედ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. და ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ გაუჩნდეთ განცდა თანამონაწილეობის და იმ პროცესებში მონაწილეობის, რომელსაც ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაწილეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დასწრებით, ჩვენ გააქტიურებული გვაქვს უკავშირის პროცესის, გვაქვს კომენტარების ველი და თვითონ მომხმარებელი გვიკავშირდება, თვითონ გვეუბნება თავისი საჭიროებების შესახებ და გადაწყვეტილების მიღების პირები მხოლოდ მათ შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და კენჭისყრაზე დააყენებენ სახის, როდესაც უკვე მოქალაქეთა საბოლოოდ ყველა მოთხოვნას და კითხვებს გაეცნობიან. და პრაქტიკამ ფაქტობრივად გამოიწვია ის, რომ კიდევ ერთი პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობა გახადა შესაძლებელი. ეს არის კიდევ ერთხელ გამოვყოფ, ეს არის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემა, SMS სიახლეები და ჩვენ ანკეტა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ის საინტერესო მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მათ თანამონაწილეობას. აქ ახსენეთ კიდეც ონლაინ პეტიციების სისტემა, ჩვენთანაც არის ონლაინ პეტიციების სისტემა დანერგილი და ის იხვეწება მოქალაქეთა უკავშირის საფუძველზე. შეიცვალა დროთა განმავლობაში პროცედურები, ჩვენ მოგვიწია გარკვეულწილად კანონებში ცვლილებების განხორციელებაც იმისათვის, რომ მოქალაქეებს გამარტივებოდათ ონლაინ პეტიციების გამოყენება და ამაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ შევამცირებთ ხელმომწერთა რაოდენობა პეტიციის და ამ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ძალიან მარტივად მიაღწიონ და თავიანთი საჭიროების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ. და მე ვფიქრობ, აქ ბოლოდროინდ სიახლეებიდან ალბათ გამოვყოფ ძალიან კარგ პრაქტიკას, ის არის თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ონლაინ პლატფორმა. ალბათ მოგახსენებათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ციფრული სერვისების გამოყენება და მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტები ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ კუთხით ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ სერვისების მიწოდებაში სწორედ აი ამ პრიორიტეტების დაცვით ვიმოქმედებთ და ეს თანაბრად აინტერესებს ალბათ ყველა პირს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს. მაშინ ეს გახავთ მონაწილეობითი ბიუჯეტის ონლაინ პლატფორმა, იყავით თანამმართველი, როგორც მას უწოდებთ და სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგმვაში და პირველად მოხდა ის, რომ მოქალაქეებმა გამოიყენեն თავიანთი ელექტრონული ვაუჩერები და ჩვენ ვაუჩერებს მივავიწეთ გარკვეულწილად ფასი იმისათვის, რომ მათ დაეფინანსებიათ ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ადგილობრივ საჭიროებაზე იყო მორგებული. და საინტერესო შედეგს მივაღწიეთ, მოქალაქეთა ჩათვლობის ყველაზე მაღალი პროცენტი, ჩათვლობის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა 40%-მა ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა მიიღო თანამონაწილეობით ბიუჯეტ ამ ფორმაში, რომელიც პირდაპირ დემოკრატიის ძალიან საინტერესო ფორმას წარმოადგენს და სარგებელი თანაბარ განაწილება ერთიანად დაინტერესა ჩვენი თანამოქალაქეებით. ჩვენ უკვე ახლა ვიმყოფებით სრულყოფის ფაზაში, გავიარეთ სატესტო მაჩვენებლები, ასე რომ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია სწორედ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული აი სწორედ აი ამ პროცესებში. აქვე აღნიშნა იმასაც, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შექმნა სპეციალური კიბერსივრცე, რომელიც ერთ საცავში აერთიანებს ყველა ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების ვებსაიტიდან. და ჩვენ ეს მოვახდინეთ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სამოქალაქო განათლებას ზოგადად. ალბათ თალკი აღნიშნის ღირსია ჩვენი გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გამტკიცების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მოხდა ისე, რომ საინტერესოა თვითონ ამ სტრატეგიის შემოჩავების პროცესი. ჩვენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევქმნით ეს სტრატეგია, რომელიც აგებულია ზუსტად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებზე და შეգაწერილია ყველა ის მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც გაწერილია ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში. და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს იმ გამოწვევებზე პასუხს, რომელიც უნდა დავწეროთ, რა თქმა უნდა, და შევიმუშავეთ ასე მონიტორინგის ჩარჩო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა მჭიდროდ თანამშრომლობით და უჭირეთ საქართველოს სამდინარო
UNOS-თან USAID-GGI-ის მხარდაჭერის. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ეტაპი გამჭირვალობისა და კარგი მმართველობის სტანდარტების გამკითხების დარგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული სახელმძღვანელო დოკუმენტის გარდა ამისა და სრულყოფილი პოლიტიკის დოკუმენტის შემოჩევაში ძალიან დიდი როლი ენიჭება ღია და გამჭირვალე ინფორმაციას, ურთიერთობებს და მნიშვნელოვანი არის ეს გამოცდილება, რომელიც გაზიარებად შეგვიძლია დაინტერესებული მხარეებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყურადღებას გავამახვილებ ალბათ ამ სტრატეგიის როგორც შინაარსზე, ასევე მისი შემოჩევების პროცესზე, მხარეთა ჩართულობაზე. ნამდვილად ცალკე აღნიშნვის ღირსია სტრატეგიის მონიტორინგის ინსტრუმენტი. ჩვენ ახლა ზუსტად ვახდენთ მონიტორინგს და მალე დავასრულებთ აი ზუსტად ამ პროცესს. სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ვერ მოგიყვებით დეტალურად ამ საინტერესო პროცესის თაობაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ინოვაციური ინსტრუმენტები გაგვაჩნია. სრულად იმისათვის, რომ ვიყოთ ღია გამჭირვალე მუნიციპალიტეტი და რას ვაპირებთ, როგორ წარმართოთ მუშაობა ღია მმართველობის კუთხით. მინაობათ ამ შემთხვევაში აუცილებელია ღია მმართველობის პროცესის კოორდინაცია ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. კერძოდ, ვაპირებთ, რომ თანამშრომლობის ინსტიტუციალიზაცია მოახდინოთ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის. ჩვენ უკვე ვაპირებთ და ჩამოვაყალიბებთ ღია მმართველობის ფორუმს, რომლის წევრებიც რა თქმა უნდა ექნებიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ ექნება თქმის უფლება. ვაპირებთ სამოქმედო გეგმის შემოჩევება სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით და სამოქმედო გეგმის ვალდებულების ჩამოყალიბებისათვის ალბათ ინიციატივებზე გამოვაცხადებთ მიღებას. აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა ექნება ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი. გაიმართება საჯარო კონსულტაციები სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიებზე, გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, შემოჩავდება სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჩართვა და ასე შემდეგ. ანუ პროცესი მიდის იქეთკენ, რომ ყველაფერი იყოს სრულყოფილად ინსტიტუციონალიზებული და ვაწარმოებთ უკვე შუალედურად წლიურ მონიტორინგებს და გამოვაქვეყნებთ მათ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ კარგი ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, როდესაც ჯერ კარგი პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობს და მართლაც პროცესია. ამ დროისათვის ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას იძლევა ღია და გამჭირვალე სანდო ინფორმაციის არსებობა, რომელიც სწორედ მიიღწევას ასეთ მსგავსი თანამშრომლობით და ძალიან კარგია ბევრ საინტერესო მაგალითი მოვიცინეთ დღეს, რომელსაც ალბათ აუცილებლად გადავიტან და საინტერესოა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ერთობლივად განახორციელონ სამოქმედო გეგმები. ალბათ ესეც გასათვალისწინებელი იქნება ჩვენ სამოქმედო გეგმაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ თანამშრომლობისათვის ღია ვართ და აქვე ბოლოს დავზენი იმასაც, რომ გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეები და ძალიან კარგი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთობლივად ძალისხმევა მიმართულია სწორედ ჩვენი მოქალაქეებისათვის, რათა მივაწოდეთ ძალიან კარგი სერვისები და ეს იყოს გამჭირვალე პროცესი გადაწყვეტილების მიღებისა. მე აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ამ პროცესთან ახლავს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პირებისაგან, მხარის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელებისაგან და ვფიქრობ, ეს აძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლოთ გამოწვევებზე, გავცეთ პასუხი გამოწვევებზე, რომელიც რეალურად შესაძლოა იყოს განსხვავებული ცალკეული ფორმების მიხედვით და მექანიზმების განსხვავებული, მაგრამ ძალისხმევა და თანამშრომლობა ვფიქრობ ამ კუთხით აუცილებლად უნდა განხორციელდეს. შევეცადი ასე მოკლედ მომეთქვა თქვენთვის იმ გამოწვევების წარმატებების შესახებ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ჩვენ ვართ ღია, ჩვენ ვართ გამჭირვალე და ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სექტორებს შორის, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ შექმნათ განსაკუთრებულად საინტერესო და კარგი პრაქტიკები იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თვითმმართველობები და გაცილებით უკეთესად იყვნენ ხალხი ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის შეუქცევადი პროცესი. კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატა ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც სწორედ ამ პროცესში ჩვენს გვერდით განან ყველა თქვენთაგანის მიმართ, რომლებაც საშუალება მოგცეს, რომ ამ პროცესისთან აზიარი გავხდარიყავით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და გაცილებით უკეთეს საინტერესო მაგალითებსაც მოგიყვებით. Nana, let me tell you a secret. We spoke in classical Arabic. If we heard us speak dialects, none of the other Arabs understand what we talk about. Nana, those are like awesome initiatives. We really need to think about like how to break those the frontier barriers, the language barrier. We really need to think about like open innovation as the way forward for the development of all the planets in a way.
I mean, like some of the challenges and the solutions you propose are something really where could be applied in a context like Morocco. So, I mean, I would definitely encourage like all the other regions to see how we can strengthen the partnership and move forward really to accelerate this type of work all over the globe.